მოგესალმებით ჯეოროუდის მაყურებლებო. დღეს ყავს 2019 წლიანი Subaru Crosstrek-ი. ყველასათვის ნაცნობი, იმპრეზას ბაზაზე შექმნილი მცირე ზომის SUV. მოკლედ Subaru-ს კვირეული იყო ესე ვთქვათ. Outback-ი მოკლედ მე მგონი და შევკრავთ სრული მას და კიდე სხვადასხვა მოდიფიკაციები Subaru-ს. გაიგოთ, რო გადავიდეთ ახლა ამ მოდელზე, ეს მოდელი გუშინ შევიძინეთ. ეს არის 2019 წლის basic არის ყველაზე, არ აქვს რა მოდიფიცირება, არ არის ტოურინგი, არ აქვს რაღაც პრემიუმი და ლიმიტედები. არის ჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, ნავაროტკა. ვიდეოში ნახავდით ვიზუალურად როგორი არის უკვე, მაგრამ მაინც გავივლით დეტალებს. 2012 წლიდან მოყოლებული, როდესაც შეიქმნა ეს Subaru, საკმაოდ დაბალი ხარისხის მასალებისგან იყო აწყობილი. გარდა, სავალი ნაწილებისა, ტექნიკურ მასალების სხვა რაღაცას ვიტყვი შემდეგ. რაც შეეხება ძარას, ადვილად იჟანგებოდა ყოველთვის, კეჭი რომ მოხვედროდა საქარე მინაზე ძალიან მარტივად იბზარებოდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ 2016 წლიდან Subaru გადაწყვიტა, რომ ცოტა გაეუმჯობესებინა, გამავლობაში ძალიან კარგი მოდელი აღმოჩნდა, ქალაქის პატარა SUV-ია, რომელსაც ბევრი რაღაც შეუძლია. ამაზე მოგვიანებით მოგვიყვებით. ეხლა კიდე გავაგზავნოთ 2016 წელს განიცადა მცირედი მოდიფიკაცია, ესე ვთქვათ, აპდეიტი, პროგრამული უზრუნველყოფა ჩაიწერა გადაცემათა კოლოფში, იგივე ტრანსმისიაში და ძრავში მცირედი ცვლილება განხორციელდა, რაც უფრო დინამიურს ავტომობილის მართვას და სასიამოვნო სამართავი გახდა. მანამდე კი ძალიან უხეში იყო იზოლაცია საერთოდ არ ქონდა. ყველაფერი გარედან ყველანაირი ხმა შემოდიოდა. მაგრამ ეხლა დაიხვეწა. არ ვიტყვი რომ რაღაცა ბავარიულ მანქანებს გაუსწრო ამ იზოლაციის და საერთოდ არ შემოდის, მაგრამ მცირედი ჩხარევით გაკეთდა ეს ყველაფერი. აქვს, რა თქმა უნდა, ვარიატორი გადაცემათა კოლოფი, აქვს 2-დან 0 ლიტრის მოცულობის ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 150-154 ცხენის ძალას და სავსებით საკმარისი არის. ეს მანქანა არ არის იმისთვის, რომ off-road-ზე წახვიდეთ, აგაზაოთ, ყირაზე გადახვიდეთ, თუმცა მცირე უგზოვობაზე რაც შეეხება, არ დაგტოვებთ ნამდვილად უკმაყოფილებს, თავარი არის კარგი საბურავები გეყენოთ. ერთადერთი, რასაც მინდა ხაზი გაუსვა, ძველი ავტომატური გადაცემათა კოლოფები, რაც ამოიღეს, ყველა იძახს, რომ ვარიატორი ძალიან ცუდი არის და პრობლემა აქვს, მაგრამ პრობლემა აქვს რაში? არ უყვარს ამ ვარიატორებს წვალება, ბუქსაობა და ასე შემდეგ. როდესაც 200,000 კილომეტრი შეუსრულდება, აუცილებლად უნდა გამოცვალოთ ზეთი. მანამდე არ საჭიროებს ამის ზეთის გამოცვლა და გეტყვით ახლა თუ როგორ უნდა გაიგოთ ამაში ზეთი გამოცვლილი არის თუ არა. როდესაც ჩამოიყვანთ ამ ავტომობილს, თუ წერია რა თქმა უნდა მონაცემებში გამოცვლილი, ეგ ოკეი, მაგრამ სურათსაც ჩავაგდებ მე. დააკვირდეთ ამ სურათს, ქართულ გერმეტიკზე თუ არის გადაცემათა კოლოფი, იქ ჩათვალეთ, რომ ზეთხელი არავის არ მოკითხია ტრანსმისიაში ზეთის შეცვლაზე. 200,000 კილომეტრს გაგატარებთ ეს მანქანა ისე, რომ ზეთის შეცვლა არ დაგჭირდებათ, მაგრამ შემდეგ დაგჭირდებათ ყველანაირი სერიოზული ჩატარება. როგორც არის ძრავის ღვედი, პირველი არა, მეორე არის სოფლიოში ვარიატორი გადაცემათა კოლოფი, რომელსაც ძრავი აქვს ჯაჭვზე. ერთადერთი არის ეს და კიდე აუცა აქვს კიდე ვარიატორთან ერთად. მაგრამ საკმაოდ გამძლე არის, 200,000 კილომეტრს გაგატარებთ ისე, რომ პრობლემას არ შეგიქმნით, მაგრამ მე მთელი რიგი პრობლემები წამოთ, თუ არ გამოუცვლით ძრავიც დაამჭირებს თვითონ ღერძებს, რაც არის, იმიტომ რომ როდესაც ამდენი კილომეტრი გავრილი, შემდეგ აუცილებლად ჭირდება სერვისი. მანამდე შეგიძლიათ იყოთ საიმედო, თუ რა თქმა უნდა დადიხართ და არ ბუქსავთ. ეს ის მონაცემებია, რაც ნორმალურად როცა ივლით გამოგადგებათ. თუ თქვენ ახლა ყოველდღე აღმართებზე და დიდ ატვირთვაზე დაგყავთ ეს მანქანა, ეს 100,000 200,000 კილომეტრი ჩამოვა ალბათ 100,000-დან 50,000-ზე და შეიძლება გამოყოს პორჩინმა ფეხი და თქვას რომ აღარ მინდა არაფერიო. რაც შეეხება ვიზუალს ახლა, ძველი მოდელები, ამის ძველი მოდელები არ მიწყინოთ არავინ, მაგრამ არ მომწონს საერთოდ, რაღაცნაირი სიმახინე იყო რა. ვერც ეს ვერ წვიტავს ახლა ვარსკვლავებს, მაგრამ ძალიან მაგარი ფერი აქვს, მინდა ხაზი გაუსვა ამის ფერს. ერთადერთი რაც მოეწონა ამ მანქანაში ახლა გარედან როგორც შევხედე, პირველივე ეფექტი იყო ეს ფერი, ძალიან მინიმალისტური, ლამაზი ფერი არის, კი ხედავთ, არ არის
თლიანი მანქანა გადასაღები და არის ქართულ საღებავზე. მცირედ დაზიანებით იყო ეს მანქანა, როგორც ნახეთ ჩვენ ვინკოდში. არ ქონა ბევრი არაფერი შესაძლებელი. აქვს ძალიან ლამაზი დისკები, რომელიც ძალიან მომწონს და უხდება. რასაც ვერ ვიტყვით საბურავებზე, მაგრამ საბურავების სხვა თემა არის. კიდევ აქვს დამატებითი მოდიფიცირება, რომელსაც ნუ შემდეგ გეტყვით. ნუ ეს ჩამოყვა, როგორც მე პატრონები გითხრა. მოდი ვნახოთ ან რამდენად ის არის. და რაც ყველაზე მეტად მომეწონა, კარს სადამდეც გააღებთ, ეგრევე არ იკეტება. ალბათ ეს ცოტა გარბენი რო აქვს, მაგის ბრალი არის. აი, ძალიან კარგი არის. წამოვარტყი, მიიკეტა. შევხედოთ ახლა დავიწყოთ უკანა მხარეს. ნუ Forester-ისგან Outback-ისგან განსხვავებით არ არის ძალიან დიდი ფართი ამაში, მაგრამ ჩვეულებრივად ახლა 2-3 კაცი უპრობლემოდ დაждდება აქ. კომფორტულადაც იმგზავრებს, გადაადგილებაში საკმაოდ კომფორტული იყო, მე რაც ვნახე, მაგრამ რო გავივლით კიდე გეტყვით. აქ არა გვაქვს ხავის ჩასებები, აქ გვაქვს. საბარგული ვნახოთ ახლა, ამის საბარგული. ელექტრო არ არის, მაგრამ არასეს არ არის პრობლემა. არ აქვს დიდი მოცულობა, მაგრამ აი ესეთ რაღაცებს ჩადებს. ძალიან კარგი რაღაც არის ეს. შეგიძლიათ ესეც გადმოუწიოთ. დავხუროთ. უკანა ფარები მომწონს ძალიან ამ მანქანის, ძალიან დახვეწეს. ზოგს შეიძლება არ მოწონდეს, ნუ ოკეი, გემოვნება არის. ზოგს მოწონს, ზოგს არა, მაგრამ აი იძველი მოდელი რაც იყო, ბევრად უფრო გაუმჯობესებული არის და ძალიან ლამაზად დგას. ახლა მინდა გითხრათ. სიმაღლესაც შეეხება კლირენს, რომ 7 ინჩი არის, 22 სანტიმეტრი დაახლოებით. არ დაგტოვებთ უკმაყოფილოს, სადაც უნდა წახვიდეთ, შეგიძლიათ უდაურს წახვიდეთ, მცირედ უგზაობაზე წიაროთ, არ შეიძლება მაგაზე პრობლემა. მოდით რამში ჩავიხედოთ. სად აქვს ეს ჩვენ ძმას? მახარი. აი ეს მიყვარს ყველაზე მეტად რა, აი ძალიან სუფთად არის ძრავი მოვლილი. პირველი და სანამ ვიყიდით, ნუ ნახეთ ძრავი და ძალიან მოგეწონა. ყველაფერი თავის ადგილზე აქვს. რადიატორი, ეგრეთ წოდებული რაშილი წელი ბაჩოკი, ეს ნუ საქარმინეების სითხეები, ესე ვთქვათ, სამუხუჭე ხუნდების სითხეები, ჟიტკოვსკი. ყველაფერი იგივე არის პრინციპში რა, არაფერი განსხვავებული არ არის, ხლა ისეთი ძრავი, ოპოზიტორი ძრავი არის. ძალიან მაგარი გამძლე ძრავი არის, თუ სწორად ვუდგით. რო შეუცვალეთ ზეთი, ფილტრი დააყენეთ სწორად. ხშირი შემთხვევა რომ არასწორად აყენებთ ფილტრს, ძალიან უხარისხო ფილტრებს აყენებთ, როდესაც შეცვლით ზეთს, აუცილებლად ჩაასხით ის მინიმალური დაშვება, ის დაშვება, რაც უწერია. რაც უწერია ის დაშვება ჩაასხით, გამოვცვალეთ ჰაერის ფილტრი დროულად, გამოვცვალეთ შიდა ფილტრიც. და ზეთის ფილტრით რაც თქმა უნდა. ეს სერვისები ჩაატარეთ ყოველთვის და დამიჯერეთ ეს ძრავი დაგტოვებთ უკმაყოფილოს. ეხლა მოდი გადავიდეთ ინტერიერზე. აკეთებთ ახლა ინტერიერში. გავიაროთ დეტალები. რა მასალა არის, როგორ არის, რა ფასები აქვს, X mode-ი. სამოძლების გათბობა. ნუ შეხედავთ აქ მინიმალისტურად არის მოწყობილი. გაგრილება გათბობა. ასევე აქვს 6.7 ინჩიანი მონიტორი. აპლიკაციები არის აქ, შეგიძლიათ ჩართოთ. ასევე აქვს CarPlay და Android Play, ეს ძალიან კომფორტული რაღაც არის, მინდა გითხრათ. ჩვეულებრივ მედიაზეც გადავართ, შეგიძლიათ მუსიკები მოусმინოთ, აუდიო სისტემაც ნორმალური აქვს. დიზაინი ძალიან მომწონს საჭის. ასევე, როგორც გითხარით, ვარიატორი ტრანსმისია აქვს, თუმცა კიდევ გვაქვს რულზე ეს შიფტერები. რა თქმა უნდა, ახლა ეს იმიტირებული შიფტერი არის და არ გეგონოთ, რომ რაღაც სასწაულად ივლის ამას რო ჩართავთ და იშმაკი გამოხდება აქედან, მაგრამ აქვს. ამასაც გავივლით სიარულის დროს გავტესტავთ და ვნახავთ. საჭე ძალიან მომწონს, მაგრამ მე გადავაკრავდი მე პატრონის ადგილზე კიდევ რაღაცას, რომ ცოტა ის ხელში კარგად იყოს. ადაპტირებული კრუიზ კონტროლი გვაქვს, ეს ძალიან მაგარი რაღაცა არის. ასევე გვაქვს აი ეს თვალები, easy lights რო ეძახიან. მოდი ახლა გავიაროთ, დავკოკოთ. ასევე აქვს მოცულობის საწინააღმდეგო, ზოლიდან ზოლში გადასვლა. აქ გინთებს, როცა ვიღაც გასწრებს. გარბენი აქვს 69000 მილი. ნორმალური გარბენი არის ახლა. აქ ჩვეულებრივი დაფა არის, მაჩვენებელთა დაფა. როგორც გითხარით, ნუ ვარიატორი არის ეს და ეს შიფტერებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მენუალში როგორც გადმოიტანთ,
ახლა პირველ სიჩქარეს მიჩვენებს. CVT გადაცემათა ტრანსმისია აქვს, მაგრამ ნუ შეგიძლიათ რომ ტიპტრონიკით ჩაურთოთ, მაგრამ ჩემთვის ავტომატიკა მაინც. ორი პედალი აქვს და всё. ნახოთ შეგრძნებები, რა შეგრძნებებს დატოვებს 2019-20 წლის მანქანა. რევერსში როცა გადაიდან ძალიან კარგად აჩვენებს ვიდეო, კამერა გამოსახულება კარგი აქვს. თავის ზოლის კონტროლიც აქვს, რომ საჭეს უხვევთ, გეუბნებათ სად მიდის, როგორ მიდის. ესეც საკმაოდ კარგი რაღაცა არის. მოდი ახლა დეთი გავაგრძელოთ რა. მოხვევის კუთხე, მინდა გითხრა რომ Subaru-ს არის შეიძლება და ძალიან კარგი მოხვევის კუთხე აქვს მასაც. და მოდი გავიაროთ ახლა და შევხედოთ. როგორც გესმით, არ შემოდის ესეთ ქარი არის საკმაოდ ძლიერი ქარი არის დღეს და არ შემოდის ქარის ხმა მანქანაში, მართლა დაუხვეწიათ ჯიგრებს. და დანარჩენს ახლა გავივლით და თანდათან მოგვახსენებს უყველაფერს. სადმე გავიაროთ, სადაც და მცირედი უგზაობაც შეიძლება დაგხვდეს, ნახოთ. რა წვეტილი მოდის ბიჭო რა. იტყობა რომ ანუ ახალი თაობის მანქანაში ხართ პირველი ამას მინდა რომ გაუსო ხაზი რა. მაჩვენებელთა დაფა ეს ყველაფერი ანუ სტანდარტი არის და ძალიან კარგი არის. ფასად შეეხება ეს კონკრეტული მანქანა დაიწყო $9700. მე მგონია რომ ნორმალური ფასი არის და ამ მანქანასაც რა თქმა უნდა ყიდის ფასი. ეს მანქანა როგორც $20000 ამაში არავინ არ გადაახდია $20000, იმიტომაც არის დაბალი კომპლექტაციის და ასევე დაბალი ხარისხის მასალისგან აწყობილი ყველაფერი, თუმცა თავალი ნაწილები აქვს საკმაოდ კარგი. კი არ გამიშვება ბიჭო ეს. ერთ წითელი რატო არ ინთება? ის კნოპკა მოუტყან მე. ეს მანქანა როგორც გითხარით $9000 ფარგლებში იყიდება, ნუ ეს წამწლოვანების გააჩნია, მოდიფიკაციას გააჩნია, როგორი ნავაროტკით არის, სხვადასხვა ფასები აქვს, თუმცა ეს საკმაოდ ნორმალური არის, მე პირადად ახლა მაგმაყოფილებს ეს ამ მანქანაში არ მჭირდება რაღაც ზედმეტი რაღაცები, მაგრამ არის გემოვნება, ვისაც უნდა რომ უფრო მაღალი კომპლექტაციის ჰქონდეთ, შესაბამის თანხასაც გადაიხდის და ნუ ამაში არაფერი არის ცუდი. ეს გავასწოროთ, ოკეი. აბა ნახოთ ახლა გაიტესტება ეს წინ მანქანას. აი, თუ ნახე. ძალიან მაგარი არის. ეგრევე ჭვიტინს იწყებს, როცა ძალიან მიუახლოვდები, გონია რომ დავარტყო, მაგრამ არ დავარტყო, ნუ გეშინია. სიარულის კუთხით კი ხედავთ, რომ ძალიან კარგი არის, რბილად დადის, მინდა გითხრათ, ამორტიზაცია საკმაოდ ნორმალური აქვს. სიმაღლიდან გამომდინარე, ანუ არ შეგეშინებათ, რომ ცირე პატარა იამაში ჩაარტყათ, მაგრამ იმას რომ ჩაარტყავთ ახლა ძალეთ. საჭის მექანიზმი ძალიან კარგი არის. მოდი ახლა ცოტა იქით გავალ და მინდა რომ ეს შიფტერები გავტესტო, როგორ არის. არ მგონია რომ ვარსკვლავები მოწყვეტოს და ცოტა დედამიწა დაანგრიოს, თუმცა შენით რომ მარგულებს სიჩქარეებს, ნუ საკმაოდ კარგია. ეს უგზაობაშიც გამოგადგებათ, ვინაიდან ახლა ანუ ელი არა აქვს ამას, აქვს ემი მენუალი, გადართავთ და პირველი მეორე სიჩქარე შეგეძლებთ აღვიდეთ აღმართზე, ან უბრალოდ უგზაობაში გაიაროთ. კრუიზ კონტროლი ძალიან კარგი რაღაც არის ეს. ეს ზოლიდან ზოლის კონტროლი ჩავრთე ახლა მე. ონახოთ. მოდი ახლა გადავიტანოთ მენუალში და ნახოთ როგორ დაიწყებს სიარულს. აი, მარჯვიდან რაღაც ხეული გიახლოვდებაო და ამითო. აუ ძალიან მაგარი რაღაცა არის რა. გადავიტანოთ ახლა მოდი მენუალში და ვნახოთ რამდენად კარგად აჩქარდება. ნორმალურად ჩქარდება, მოკლედ ვიტყვი რა. 2-დან 0 არის 152 ცხენის ძალა აქვს, არ ჭირდება ამას რაღაც სასწაულები გააკეთოს, მაგრამ ნორმალურად ჩქარდება. კარგი, გავაგრძელოთ ახლა ჩვენ. მცირედი უგზაობა მინდა რომ სადმე ვნახოთ, როგორ ივლის, ეს ყველაფერი მაინტერესებს. აქედან შევიდე სადმე შესვლელი. აი შეხედეთ ახლა გადმოვიდეთ უგზაობაზე. მცირედი უგზაობა არის რაღაც სასწაული, მაგრამ ამორტიზაცია ძალიან კარგად მუშაობს და რავი, სიმართლე გითხრათ, გზაზე უფრო არაკომფორტული იყო ჩემთვის, ვიდრე აქ. ძალიან კომფორტულად დავდივარ ახლა უგზაობაზე. არაფერი პრობლემა არ აქვს მანქანას. აი შეხედეთ წინ კამერასაც გავდივართ.
ამისთვის ნორმალური არის ეს. კარგი უგზობა, შვენიერია. გაიტესტება აქ. აი, ეხლა მინდა რომ გარედანაც გარე და კარდრები უნდა გადავიღოთ საკაიფო აი თოლში. მოდი ეხლა წავიდეთ, ნახოთ როგორი არის, მოვუწო ფანჯარას. უგზოობაში ნახოთ როგორ გაელვის ჩვენი ნადირი. ეხლა X mode-ს ჩავურთავ. ჯერ არ დამეფებია, მაგრამ მაინც ჩავურთავ. ანუ გააქტიურდა X mode-ი. თავისით გამეხუჭებს, ანუ აი აშვებული მაქვს ტორმოზები. პრობლემა არ აქვს, ძალიან კარგად გადადის. თავისით ტორმოზებს. Cause I don't give a fuck what you say. Yeah, I'ma do shit my way. So you can go kick rocks, I'ma stack bricks up, build what I want to make. Yo, I got a lot of shit to say, so I'ma do this every day. I'll be writing things until I'm fucking buried in my grave. 6 feet deep under, but my body won't decay. Cause my messages are timeless, so they'll put them on display. Oh yeah, I rap with a certainty, I have a sense of urgency. A message for eternity, for everyone internally. I had some people burning me, but now they fucking learn to see I ain't the one to fuck with. Now they looking nervously, and I don't really care what you think of me respectfully. You can kick rocks if you think you're fucking better, see. I will outwork you, turn you to an enemy. Hurt you so bad that you're gonna need some therapy. I got the motherfucking recipe. I've been cooking up hits, I'ma leave a legacy. You'll be looking small when you're standing right next to me. I'm 5'10", bitch, but I'm 10 feet next to me. I don't give a fuck what you say. Yeah, I'ma do shit my way. So you can go kick rocks, I'ma stack bricks up, build what I want to make. Cause I don't give a fuck what you say. Yeah, I'ma do shit my way. So you can go kick rocks, I'ma stack bricks up, build what I want to make. Yeah, I'ma do it my way. როგორც ნახეთ ახლა, გადავიღეთ ნორმალური კადრები უგზობისთვის. თამამად ვიტყვი რომ ესეთ უგზობაში არ დაგტოვებდეს მანქანა რა. არანაირი პრობლემა არ არის. ძალიან კარგად და კომფორტულად გადაადგილდება. აჰა. ეხლა გავაგრძელოთ ისევე გადავიდეთ ასფალტის წესიერ საფარზე და შევხედოთ ეს ტალახები როგორ გაგშორდება. ისე აქ უცხორო სართული არის, ეხლა ყოველ დღე ესეთი რაღაც წარმომიდგენია. X mode-ი არ დამჭირდება ეხლა აქ. უბრალოდ ჩავთეთ, ჩვეულებრივად გავიდა. X mode-ი უფრო აღმართებზე გამოიყენეთ, ანუ ეს ტალახში თუ გაიჭედებით რომ 50-50-ზე გადაანაწილოს დატვირთვა საბურავებზე და ღერძებზე და უფრო სწორ კარგად გახვდეთ. ესეთ ადგილში ნუ ნაკლებად თუ გამოიყენებთ. ეხლა გავიარეთ შევ ქალაქში. აიდან წავიდი, აიდან ჯობი, ესე პოტასოეთს წავა. დავყაროთ ტალახები. ნუ მანქანამ ტესტი ჩააბარა. ძალიან კარგად ჩააბარა. ნუ მოკლედ, ჩვენი ტესტები დასასრულს მიმოახლოვდა. მადლობა პატრონს რომ გვათხოვდა ტალახში ამოგვავლებინა ეს მანქანა. მაგრამ ეხლა წავალთ და გავრეცხავთ. როგორც გითხარით, საკმაოდ კარგი ტესტი გამოვიდა, რა ვიცი, მე კმაყოფილი ვარ, შეიძლება ბევრი რაღაც გამომჩა და ვერ თქვი, იმიტომ რომ ეს ახალი მოდელებია და არ მაქვს ისეთი ზუსტი ინფორმაცია, გამომდგარი როგორი არის, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ნორმალური გარბენით, ნორმალურ მდგომარეობაში თუ იყიდით ამ მანქანას, აუცილებლად გასიამოვნებთ, შეუცვალეთ როვლად ზეთი, სამუქუჭე სითხეები, ხუნდები, ყველაფერი რაც საჭიროა სერვისისთვის და როგორც გითხარით, კარგი მანქანა არის. საბურავებზე აეკრო კაი ტალახი და გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ საკმაოდ კარგადია. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის საბურავები უყენია, მაინც კარგადია რა, ცოტა კი ვისრიალეთ, ნახეთ თქვენ, მაგრამ მართლა კარგადია რა თავისი 4-20 სისტემით და ეს ძალიან მომეწონა. კლიერენსი გაიტესტა და არასად არ წამოგვირტყია და არაფერი პრობლემა არ ქონია, საკმაოდ კარგადია რა.
და შეგიძლიათ თუ ესეთ მცირე უგზაობა შევლებოთ იარაღ. აქ არ იყო ხლა არც ბუქსაობა, არც მოტორის დატანჯვა, არც კაროების დატანჯვა, შევლებოთ გადავადგილდით. არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, როცა მიდიხართ ოჯახთან ერთად და მოგიწიათ უგზაობაზე სიარული და ეს მანქანა აუცილებლად გავანგადგებათ გავს რაღაცეებში. მოგწერეთ კომენტარები, გიპასუხოთ შეძლების დაგვარად, რაც ვიცით, რაც ინფორმაციაც გვაქვს. შეგვიძლია დაგეხმაროთ რა მანქანის არჩევაშიც, ვკითხეთ და გეტყვით რა ჯობია, როგორ ჯობია და მადლობა კიდევ და კიდევ პატრონს. დამადელი დღისთვის რომ გათხოვა მანქანა, გაიტესტა იდეალურად და რა ვიცი, დანარჩენი ნახოთ წლებიდან გამომდინარე შეეტყობა მანქანებს, რამდენად გამომდგარი, როგორი გამძლეები არის და ღირს თუ არა მანქანებს ყიდვა. ამ მანქანების ფასი, როგორც გითხარით, არის კომპლექტაციის და მიხედვით. ეხლა ბაზარზე დაახლოებით ამ წლის მოდელები სადღაც $8,000-დან ზემოთ იწყება უკვე გააჩნია მოდიფიცირებას, მაგრამ ყველაზე basic ნავაროტკა, ესე ვთქვათ, დაახლოებით 8,500-დან 9,700-მდე ესე დაგიჯდებათ რა გააჩნია გარბენს და დაწნილებას. ეს მანქანა იყო ნორმალური დაზე მცირედი დაზიანებით, გარბენიც მისაღები იყო ჩვენთვის, ავდექით და ვიყიდეთ. დანარჩენი კიდე რა შემიძლია თქვა, გსურვებ პატრონს წარმატებას, მწვანეზე ევლოს და გამოიწერეთ არხი და დააჭირეს ზარის ხილაკს. გემშვიდობებით.